მოგესალმებით. მგონი მეტნაკლებად შევიკრიბეთ და შეგვიძლია დავიწყოთ. დიდი მადლობა პირველ რიგში რომ აქ ხართ. მოყვებით უკვე 4 შეხვედრა. დღეს მეტნაკლებად უნდა დავასრულოთ კალკულუსის ნაწილი და ასე ვთქვათ დავაგვირგვინოთ ის ნაწილი, რისთვისაც დავიწყე financial literacy პროგრამა. შემდგომ უკვე სურვილის მიხედვით ესე დისკრეტულად შეგვიძლია ცალსაკე ჩავსვათ ხოლმე სხვადასხვა თემები, რასაც გექნებათ ინტერესი. გამარჯობა თაკო. ისე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვეცოდინება დავასრულებთ უკვე გრაფიკიანი ინსტრუმენტების შესწავლად, სანამ ანუიტეტებისთვის პირველი 10 წუთი მოგამოყოფილი, ამის შემდგომ უფრო დისკრიპტიულ ნაწილზე გადავდივართ, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა აქტუალურ თემებზე, რომლებშიც უკვე მოგვიწევს აპლიკაციები ცოდნისა, რომელიც დავაგროვებთ წინა სამ შეხვედრაზე. ეს არის საპრესიო სქემები, გავიცნობით საპრესიო სქემებს, როგორ ხდება მათი დაგროვება, გაცემა, რა ტიპის საპრესიო სქემები არსებობს განვითარებულ სამყაროში. ვისაუბრებთ პერსონალური ფინანსების დაგეგმვის პრინციპებზე. მათ შორის ერთ-ერთი საინტერესო კონცეფცია, რომელიც CFA-ის კურიკულუმიდან მოგაღებული, მის მალეველიდან ძალიან მომეწონა თავის დროზე და დღესაც გამოვიყენე. და ასევე განვიხილავთ საქართველოში არსებულ მცურავ დანაკვეთებს, რეფერენსიითად რა შეგვიძლია საქართველოში გამოვიყენოთ. შეგვიძლია დავიწყოთ პირველი რიგში უნდა დავასრულოთ ანუიტეტების თემა. თუ გახსოვთ, წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ასეთ საკითხზე. წინა შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ანუიტეტის თემაზე, როგორ ხდება სესხის გადახდა ანუიტეტის პრინციპით. მაშინ ჩვენ განვიხილეთ რა თანხები უნდა გადაგვეხადა ყოველთვიურად თანაბრად, იმისთვის რომ თანაბარი გადახდებით წინასწარ დაგეგმილ ვადაში დაგვეფარა სესხი. ახლა შევხედოთ პირიქით რა თანხები უნდა შევიტანოთ ყოველთვიურად, ანუ რაღაც გარკვეული პერიოდულობით, იმისთვის რომ ჩვენთვის წინასწარ ცნობილი თანხა დაგროვდეს. ისე როგორც მაგალითია, რა თანხა უნდა შევიტანოთ საპენსიო ანგარიშზე 10 წლის განმავლობაში. ამჯერად ყოველი პერიოდის დასაწყისში იმისათვის რომ 10 წლის თავზე ჩვენ საპენსიო ანგარიშზე იყოს დაგროვილი 16,000 ლარი. დაუშვათ რომ ჩვენ საპენსიო ანგარიშს ყოველწლიურად ერიცხება 8.4% და ეს სარგებელი შენარჩუნებული იქნება ამ 10 წლის განმავლობაში. შევხედოთ იგივე ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ დროით ხერხს, სადაც ხედავთ რომ პირველი გადახდა ეს არის დროით ხერხი, 10 გადახდისგან შედგება. და პირველი გადახდა არის პირველი პერიოდის, ანუ 0-დან 1-მდე პერიოდის დასაწყისში. მეორე გადახდა იქნება მეორე პერიოდის დასაწყისში, ანუ T1 მომენტში იქნება მეორე გადახდა და ამის შემდეგ მეათე გადახდა იქნება მეათე პერიოდის დასაწყისში, ანუ T9 მომენტში. და ამ გადახდებმა ჯამში 10 წლის თავზე უნდა დამეგროვოს 16,000 ლარი. მე თუ დღეს შევიტანე საპენსიო ანგარიშზე რაღაც თანხა, PMT payment-ით აღნიშნოთ ისევ, და ვთქვათ ეს არის 1000 ლარი, ეს 1000 ლარი 10 წლის განმავლობაში, 10 პერიოდის განმავლობაში მექნება დაგროვილი. 10 წლის განმავლობაში დაერიცხება მას სარგებელი და თან ჩვენ ვიცით პრინციპი, რომ ყოველი წლის ბოლოს დაგროვილი სარგებლის კაპიტალიზაცია უნდა მოხდეს, ანუ უნდა დაემატოს და მომდევნო წელს მისი სარგებელი კიდევ უნდა დაერიცხოს. შესაბამისად, ნულოვან პერიოდში შემოტანილ თანხას დაერიცხება თითოეულ პერიოდში სარგებელი, ჩვენ შემთხვევაში 8.4%, რომლის კაპიტალიზება compounding მოხდება 10 ჯერ და 10 წლის თავზე გვექნება PMT განმავლობილი 1+1 ხარისხად 10-ზე. ჩვენ ეს კონცეფცია პირველივე შეხვედრაზე განვიხილეთ, ეს არის future value ან დღევანდელი გადახდის. შემდგომ მეორე პერიოდში, 1 წლის შემდგომ შემოვიდნენ კიდევ ამ რაღაც PMT თანხას იგივე ოდენობით. მისი ღირებულება ის უკვე 9 წლის განმავლობაში დაგროვდება, 9 წლის განმავლობაში მოხდება მასზე დარიცხული სარგებლის კაპიტალიზება, შესაბამისად 10 წლის თავზე აქ გვექნება 1+1 ხარისხად 9. და ასე შემდეგ ყოველი პერიოდიდან მერვე პერიოდის თავზე, რომელიც არის მე-9 გადახდა, იმიტომ რომ მე-9 პერიოდის
საწყისის გადახდა არის ეს მეცხრე პერიოდია მერვედან მეცხრემდე ის დაგროვდება უკვე ორჯერ ანუ ორი პერიოდის განმავლობაში იქნება განთავსებული ხოლო ბოლო გადახდა რომელიც არის უდრის 9 მომენტში გადახდა მაგრამ რიგითობით მეათე მას დაერიცხება მხოლოდ ერთი პერიოდის სარგებელი შესაბამისად ჩვენმა 16000 მოლარმა უნდა შეგვიდგინოს ამათი ჯამი და აქედან ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიყენოთ PMT ვინაიდან PMT რა გიყო ყველა პერიოდში ერთი და იგივეა ჩვენ გვაქვს ერთთვლადიანი განტოლება ამ PMT-ის გამოყენა შეგვიძლია აი ამ ფორმულით რომელიც ისევ და ისევ ეფუძნება გეომეტრიული პროგრესიის ჯამის ფორმულას მაგრამ როგორც წინაზე აღვნიშნე ისე აქაც ამ ფორმულით არავინ არ ვსარგებლობთ ვინაიდან ყველას გვაქვს Excel და კალკულატორები და Excel-ის დახმარებით ჩვენ შეგვიძლია გამოვითვალოთ payment-ი ყოფილა დაახლოებით 1000 ლარი. უფრო ზუსტად 999 ლარი და 67 თეთრი. ეხლა მე გავაზიარებ Excel-საც და შევხედოთ როგორ ვაკეთებთ. ვიყენებ ზუსტად იგივე ფორმულას. ჩანს ხომ Excel-ი? ეს თუნდაც ჩანდეს. ესე იგი დაგროვილი თანხა თუ არის 16000 ლარი, ეს არის უკვე future value, მომავალი ღირებულება. პერიოდის სარგებელი არის 8.4% და თან წინა შემთხვევებისგან, წინა კვირის შემთხვევებისგან განსხვავებით, როდესაც სარგებელი იყო წლიური და ყოველთვიურად, მადლობა, ყოველთვიურად რომ ხდებოდა დარიცხვა მის გამო 12-ზე ვყოფდით ამ ჩვენ სარგებელს, ახლა წლიური დარიცხვა, წლიური შედატანები გვაქვს, შესაბამისად აღარ სჭირდება 12-ზე გაყოფა. არც პერიოდების რაოდენობა სჭირდება 12-ზე განმავლობა 10 წელია და მაშინ ჩვენ გვექნება ესეთი ფორმულა. ვიყენებთ ფორმულების ზუსტად იგივე ჯგუფს. და ვანგარიშობთ future values. სადაც rate, ანუ სარგებელი არის აი ეს 8.4%, პერიოდების რაოდენობა არის 10, გადახდები არის უცრავად ჩვენ გადახდები გვინდა მემობადიეთ payment-ებით უნდა დამიწყოს იგი. PMT უნდა დავთვალოთ payment-ი, სადაც rate-ი არის 8.4%, გადახდების რაოდენობა 10, present value, დღევანდელი ღირებულება ამ ანუიტეტს არ აქვს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ ნულით. დღევანდელი დღეს რაც შევიტანეთ პირველი 1000 ლარი, ეს არის ანუიტეტის ნაწილი, იმიტომ დღევანდელი ღირებულება present value ამ ინსტრუმენტს აქვს ნულის ტოლი. Future value ეს არის დაგროვილი თანხა 16000 ლარი. და ვინაიდან ეს cash stream-ები არის საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ანუ ჩვენ შეგვაქვს ყოველთვიური თანხა და 16000 აქეთ ვიღებ. თუ გვინდა რომ payment-ი და debit-ი უნიშნით და გვიჯდეს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ თანხას ამ 16000 შევიყვათ მინუს ნიშნით, -16000 და type-ი, რომელიც წინა შეხვედრებზე ქონდა ნულოვანი, იმიტომ რომ end of the period, პერიოდების ყოველი პერიოდის ბოლოს ხდებოდა გადახდა. ამჯერად ჩვენ ვნახეთ, რომ საპენსიო შენატანები შეგვაქვს ყოველი წლის დასაწყისში. შესაბამისად, beginning of the period გადახდების ტიპი გვაქვს და აქ ვწერთ ერთიანს ნულის ნაცვლად. ასე მივიღეთ 1000 ლარი. ზუსტად როგორც მითხარით 999 ლარი და 67 თეთრი. აი ამ თანხებით პირველი 1000 ლარი 10 წლის თავზე დაგროვილი არის 2240 ლარი დაგროვდა პირველი 1000 ლარისგან. ნუ გაორმაგდა და კიდე მეტი 2.2-ჯერ გაიზარდა. მეორე 1000 ლარიდან დაგროვდა 2066 და ამ შემდეგ ყოველი შემდგომი თანხა უფრო და უფრო ცოტაჯერ მრავლდება. ბოლო თანხა რომელიც 1 წლით ადრე შევიტანეთ, გაამრავლდა 1.04-ზე ბუნებრივი. და მათი ჯამი გამოვიდა 16000 ლარი. ეხლა ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს Excel-ს, ჩვენს სლაიდებს. როგორც თქვით, ვიყენებთ ფორმულათა ზუსტად იგივე ჯგუფს, რომელსაც ვიყენებდით ან payment-ების გასაანგარიშებლად ცესხის გადახდის დროს, ან მიმდინარე ღირებულების გასაანგარიშებლად, ან მომავალი ღირებულების გასაანგარიშებლად. პერიოდების რაოდენობა გვაქვს number of period-ით აღინიშნება Excel-ში, ჩვენ შემთხვევაში ეს იყო 10. პერიოდის სარგებლის განაკვეთი, თითო პერიოდის განაკვეთი არის rate-ი და რადგან ჩვენს მაგალითში იყო წლიური შენატანები, ამიტომ წლიური სარგებელი უნდა შევიყვანოთ 8.4%. თანხა პერიოდის დასაწყისში იყო 0, პერიოდის
პერიოდული გადახდები ეს იყო ის, რაც ფორმით გამოიყვანეთ 1000 ლარი და თანხა პერიოდის ბოლოს არის ის 16,000 ლარი. და ამ ფორმულით ჩვენ შეგვიძლია უკვე ვისარგებლოთ და გამოვითვალოთ ნებისმიერი პარამეტრი, თუ გვაქვს დანარჩენი 3 პარამეტრი. ანუიტეტის ტიპი, როგორც გითხარით, რადგან გადახდები იყო პერიოდის დასაწყისში, ამიტომ არის 1. წინაზე ქონდა 0. ესე იგი, ფორმულა შეგვიძლიათ გამოვიყენოთ ნებისმიერად და როგორც წესი კითხვა ხშირად ისმის ხოლმე ასე, რომ თუ ჩვენ 15 წლის განმავლობაში ყოველ წელს შევიტანეთ საპენსიო ანგარიშზე რაღაც თანხა, ვთქვათ 2000 ლარი, რა თანხა დაგვიგროვდება, რა იქნება ის აკუმულირებული თანხა, რაც დაგვიგროვდება 15 წლის თავზე. ამ შემთხვევაშიც ვისარგებლებთ იგივე ფორმულით, მაგრამ PMT-ს ნაცვლად დავთვლით future values. შევიყვანთ დანარჩენ პარამეტრებს. აი ესეთი ტიპის ანუიტეტს, სადაც გადახდები ხდება პერიოდის დასაწყისში, ქვია annuity due. ქართულად არ ვიცი ამის თარგმანი როგორ არის, ამიტომ აქ დავტოვე ასევე. და განგარიშების დროს ვაქცევთ ყურადღებას, თუ გვაქვს annuity due, type-ში შეგვყავს 1. ხო, ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მომენტი. ჩვენ რა თქმა უნდა შეგვეძლო უფრო real case მოგვაყანა, სადაც პენსიას როგორც წესი ვაგროვებთ ყოველთვიურად და არა ყოველწლიურად, ხო? მაგრამ თუ ჩვენ ბანკში ყოველი თვის ბოლოს შეგვაქვს თანხები, ბანკი წლის ბოლოს დაგროვილ თანხას ანუიტეტის პირობით, ანუიტეტის პრინციპით არ დაგვითვის. იმიტომ რომ ბანკები კაპიტალიზაციას ახდენენ ხოლმე წელიწადში ერთხელ. ეს არის ყოველთვის ყურადღება მისაქცევი, როდესაც ორ ინსტრუმენტს ერთმანეთს ვადარებთ, რა პერიოდულობით ხდება კაპიტალიზება და რა პერიოდულობით ხდება კომპაუნდინგი. ჩვენ შემთხვევაში, თუ ჩვენ საპენსიო შენადავს ვაგროვებთ ბანკის დეპოზიტზე, ანუ პენსიისთვის იქნება თუ სხვა მიზნებით, ყოველთვიურად თანაბარი თანხები შეგვაქვს, წლის განმავლობაში ეს დაგროვილი თანხა წლის განმავლობაში თვეების ჭრილში მათი კაპიტალიზება არ მოხდება. ანუ პირველ შენადავს დაირიცხება უბრალოდ წლიური, ვთქვათ 8.4%, მეორე შენადავს დაირიცხება შესაბამის დღეებით, რამდენი დღეც იქნება დარჩენილი, ანუ 365-დან თუ იქნება დარჩენილი 324, მაშინ 334, 365%-ისა, ამდენი სარგებელი დაირიცხება მეორე შენადავს და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყურადღება მისაქცევი არის, რიცხვობას წლის ჭრილში არ მოგცემს, მაგრამ მაინც რომ ვიცოდეთ, რომ ზუსტად ანუიტეტი არ არის. და ესეთი მაგალითი მინდა, თუ გაინტერესებთ ეს მაგალითი, შეგიძლიათ გაიანგარიშოთ. თუ არა და ერთად გავაკეთოთ და შევხედოთ, როგორ ხდება ამ მაგალითის განგარიშება. პენსიის დაგეგმვაზე უკვე შეგვიძლია ძალიან კარგად გამოვიყენოთ აი ეს ცოდნა, რომელიც დავაგროვეთ წინა და დღევანდელ შეხვედრაზე. რა თანხა დაგროვდება საპენსიო ანგარიშზე 25 წელიწადში, თუ კი ყოველი წლის დასაწყისში, ამაქაც წლიური შენატანები და წლიური კომპაუნდინგი მაქვს მოტანილი, ყოველი წლის დასაწყისში საპენსიო ანგარიშზე შევიტან 3000 ლარს. და საპენსიო ანგარიშზე ყოველწლიურად გროვდება 9%. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ გარკვეულ უხეშ assumption-ებსაც ვაკეთებთ, უხეშ დაშვებებს, ის რომ წლიური სარგებელი არ შეიცვლებოდა 25 წლის განმავლობაში და ის რომ არც ჩვენი შენდანი არ შეიცვლება, ეს ორივე უხეში დაშვება არის. თუმცა რეალურ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად დავყოთ ეს кейსი და ვთქვათ, რომ 25-დან პირველი 5 წელი 9% იქნება, შემდგომი 10 წელი იქნება 8, შემდგომი 10 წელი იქნება კიდევ ვთქვათ 7.9%, რაღაც ისეთი გარკვეულ მაკროეკონომიკური დაშვებებიდან გამომდინარე და ვთქვათ, რომ ეს 3000 ლარიც გაიზრდება. და ამ შემთხვევაში ეს ჩვენი გამარჯობა თამუნა. ეს ჩვენი დიდი 25 წლიანი ანუიტეტი შეგვიძლია დავჩეხოთ 3-ნაზილად, 5 წლიანი, 10 წლიანი და 10 წლიანი. და შემდგომ ამათი future value-ების, რომლებიც ეს პერიოდულად დაგროვდება, გადავიტანოთ პერიოდის ბოლოს. ამაზე თქვენ შეგიძლიათ სურვილისამებრ მე დამოუკიდებლად გააკეთოთ მაგალითი, თქვა დააწყოთ და დათვლა მანახოთ და ან ერთად გავიაროთ და ნახოთ რამდენად სწორად შეგვიძლია ამის ანგარიშება. ამ შემთხვევაში გამარტივებულად და როდესაც სხვადასხვა საპენსიო ფონდების და სხვადასხვა კომპანიების
ვებ გვერდებზე კალკულატორები ახალ მოცემული პენსიის განგარიშების კალკულატორები ამ პრინციპზე არის მარტივ პრინციპზე აგებული, რომ ჩვენ შეგვაქვს თანაბარი თანხები, რომელსაც ერიცხება თანაბარი სარგებელი და რაღაც პერიოდის განმავლობაში დაგროვდება სტანდარტული ანუიტეტის პრინციპზე აგებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს რეიტი 9%, პერიოდების რაოდენობა გვაქვს 25 რაგი წელიწადში ერთხელ შეგვაქვს თანხა, payment-ი არის 3000, present value არის 0, და 0-ით დავიწყებთ და ყოველ წელს 3000 შეგვაქვს და ანუიტეტის ტიპი არის annuity due, ანუ type 1. ვინაიდან პერიოდის დასაწყისებში ხდება განგარიშება და Excel-ში ამას მარტივად გავიანგარიშებთ, რომ future value ტოლი არის 267,000 ლარის. რამდენად დამბეჭდავი რიცხვი ეს 267,000 ლარი, ამისთვის ამის შესაგრძნებად უბრალოდ გადაამროლეთ 3025-ზე და აღმოჩნდება, რომ ამათი ნამრავლი არის 75,000 ლარი. ჩვენ მსარგებელი არ დაგვრიცხოდა 25 წლის განმავლობაში, ამასთან შედარებით იმის გამო, რომ 9% სარგებელი გვერდიცხება ყოველწლიურად, ჩვენი თანხა გაიზარდა ბევრად. ძირ შენატან 75,000 ლართან შედარებით 267,000 ლარი არის ჩვენს მიერ დაგროვილი თანხა. ახლა ამ მაგალითს ბუნებრივი გაგრძელება მოყვება, ეს არის ფორმულა, რომელსაც ვიყენებთ. ბუნებრივი გაგრძელება მოყვება, რომ თუ აი ეს თანხა დაგროვდა 267,000 ლარი და ჩვენ 25 წელიწადში გავედით პენსიაზე, რამდენი გვექნება პენსია? ესე იგი, კითხვის ფორმულირება როგორი არის, რომ ჩვენს საპენსიო ფონდში თუ არის ეს თანხა აკუმულირებული და მას პენსიის სახით გავიტანთ 15 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, გავაგოთ და ყოველთვიური, ვინაიდან პენსია ყოველთვიურია, ცოტა გამარტივებაა დაშვებაში ამ პირიქით გართულება, მაგრამ დაუშვათ, რომ ყოველთვიურად ხდება კომპაუნდინგი ამ შემთხვევაში. 15 წლის განმავლობაში გავიტანთ და გაითვალისწინოთ ის, რომ 15 წლის განმავლობაში ეს 276,000 ლარიდან რაც გაგვაქვს, რაც რჩება, ეს ისევ ფონდის თანხებია, რომლის გიორგი მადლობა. რომლის რეინვესტირება ისევ და ისევ ხდება. ანუ ეს 276,000 ლარიდან მე თუ პირველ თვეს 1000 ლარი გამოვიტანე, 275,000 ლარი გაყინულად არდებს. ის ისევ დაბანდებულია სადღაც ინვესტიციის სახით და ის ისევ აგროვებს სარგებელს. მაშინ ეს ისევ ანუიტეტია და დავაკუთეთ პირობას პენსია რა არის? პენსია არის, რომ ეს დაგროვილი თანხა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, შემოვიდა თანდათან უნდა გავხარჯოთ. გავიტანოთ არა მხოლოდ სარგებელი, არამედ სრულად უნდა გავიტანოთ და ამ 15 წლის განმავლობაში გამოვიყენოთ თანხა, ძირიც და სარგებელიც. როგორც წესი თანაბარ თანხებად გაგვაქვს. ანუ ისევ ანუიტეტია, რომელსაც აქვს მიმდინარე ღირებულება, present value, საწყისი ღირებულება და შემდგომში payment-ები, თანაბარი payment. ეს უკვე ძალიან გავს სესხის გადახდას. ოღონდ პირიქით მეორე მხარეს ვდგავართ, სადაც გამოვიდა, რომ ფონდს ვასესხეთ 276,000 ლარი და ის უკან გვიბრუნებს ყოველთვიურად ძირთანხას და სარგებელს თანაბარი გადახდებით. და მაშინ ჩვენ დროით ღერძზე უნდა გადავინაცვლოთ 25 წლით და ისევ ნულოვანი მომენტიდან, სადაც დღეიდან 25 წლის თავი არის ნულოვანი მომენტი, ამ ნულოვანი მომენტიდან ვუყურებთ მომდევნო 15 წელს. მაშინ ჩვენ უკვე present value გვაქვს, დღევანდელი ღირებულება გვაქვს. 277,000 ლარი, 276,972 ლარი. Future value 0, ანუ 15 წლის განმავლობაში უნდა გავხარჯოთ ეს თანხა და აღარ უნდა დაგვს ეს ინტერესზე. ამ პირობით თუ ესე გვინდა, თუ რაღაც სხვანაირად გვინდა, სხვანაირად დავალაგებდით ამას. ანუიტეტის ტიპი არის 0, ვინაიდან ჩვეულებრივი ორდინარი ანუიტეტია, ჩვეულებრივი ტიპის ანუიტეტია, სადაც გადახდება პერიოდების ბოლოს. პერიოდების რაოდენობა უკვე თუ ჩვენ თვისჭირილში უყურებთ, ქონია 15x12. ანუ 180 თვე გვაქვს, 180 თვე არის უკვე ჩვენი მომავალი დროითი ჰორიზონტი და თითო პერიოდი სარგებელი არის 7.5%-ის მეთოდით. და აქ უკვე payment-ი, ჩვეულებრივი payment-ის ფორმულით ვანგარიშობთ და მიაქციეთ ყურადღება, რომ უკვე ყოველთვიური პენსია, წლიური რიცხვი აღარ არის, 3,000 ლარი იყო წლიური შინაგანი. ყოველთვიური პენსია გამოვიდა 2,568 ლარი.
მე აქ რა თქმა უნდა თავ შევიკავებ ინფლაციის მაჩვენებლებზე საუბრისგან, თუ ჩვენ გვაქვს კარგი მოლოდინები, კარგად შეგვიძლია დავაფორკასტოთ რა იქნება ინფლაციის მაჩვენებლები, შეგვიძლია ამაზეც გავაკეთოთ ეჯასმენტი. მაგრამ აი სიმარტივისთვის და სურათის აღსაქმელად ესეც დაგვეხმარება დავინახოთ, რომ ეს ჩვენი ყოველწლიური შენატანები, იმის გამო რომ დროითი ჰორიზონტი საკმაოდ დიდია, დროითი ჰორიზონტი რა კი ძალიან დიდი არის, ასე ძალიან იზრდება და ყოველთვიურად ამდენად მაღალ პენსიას გვაძლევს. კალკულუსის ნაწილი ამით მოვჭით და ახლა გადავიდეთ საპენსიო სქემებზე, რა ტიპის საპენსიო სქემები არსებობს მსოფლიოში და რა უნდა ველოდეთ, რა შეიძლება გვქონდეს საქართველოშიც. პირველ რიგში ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ პენსია აუცილებლად გულისხმობს დაგროვებულ კომპონენტს. ის, რასაც საქართველოში პენსიას ვეძახით, არის არა პენსია, არამედ სოციალური დახმარება, შემწევა. და პენსია არის ისეთი ტიპის გადახდები, რომელიც დავაგროვეთ, რომელსაც შესაბამისად დაგროვების განმავლობაში შემოსავალის დაწერა და შემდგომ აი ეს ჩვენს მიერ დაგროვილი მოვიხმარეთ, ასე ვთქვათ, ღირსეული სიმერის უზრუნველყოფა. როგორ ხდება დაგროვება? დაგროვების ორი ძირითადი მეთოდი შეინიშნება მსოფლიოში. ეს არის, როდესაც პირადად ვაგროვებ, მე თვითონ ჩემს საპენსიო დანაზოგს, ყოველთვიურად იქნება თუ რაღაც პერიოდულად გადავდებ თანხას. მაქვს რა თქმა უნდა გარკვეული დაშვებები, რამდენი დაგროვდეს, რომ აი ის რაღაც პენსია რაც მჭირდება, ის თანხა დაგროვდეს, რომ შემდგომ ის პენსია უზრუნველყოს, რაც მჭირდება. და მეორე ძალიან გავრცელებული სქემები, საერთაშორისო ძალიან გავრცელებული სქემები არის, როდესაც დამსაქმებელი აგროვებს პენსიას ჩვენს ნაცვლად. დამსაქმებელი გვიგროვებს. აქაც არის რამდენიმე ფორმა. ერთი არის defined contribution plan, რომელიც ტიპის საპენსიო სქემები საქართველოშიც არის, მაგალითად TBC ბანკი ვიცი რომ უგროვებდა თანამშრომლებს და შეიძლება სხვა კომპანიებსაც აქვთ. ეს არის დამსაქმებელი პირდება თავის თანამშრომელს, ყოველთვიურად გარკვეულ თანხას შეიტანს მის საპენსიო დანაზოგთ. ჩვენ ამას უნდა შევხედოთ როგორც ანაზღაურების ერთ-ერთ ფორმას, ლოიალობის პროგრამას, ასე დროს კომპანიები დამატებით ბენეფიტებს დებენ, მაგალითად დიდი ხნის თანამშრომელზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს კომპანიაში, უფრო მეტი საპენსიო შენატანის კონტრიბუცია ხდება ფონდში, უფრო მეტი პროცენტი მისი ხელფასიდან და შესაბამისად თანამშრომლებს აქვთ მეტი სურვილი და მეტი мотиваცია დიდხანს გაჩერდნენ ამ კომპანიაში დიდხანს იმუშავებენ. ეს არის პირველი ტიპის სქემა defined contribution plan, რომელიც გვხვდება საქართველოში. მეორე პენსიის სქემა, რომელსაც ქვია defined benefit planning. ამ დროს დამსაქმებელი არა შენატანის ოდენობაც, არამედ პენსიის ოდენობას გვპირდება. გვპირდება, რომ თუ ჩვენ მასთან ვიმუშავებთ რაღაც წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღებთ ამდენ პენსიას. ეს გაცილებით უფრო რთული ტიპის საპენსიო სქემებია, ვინაიდან ძალიან ბევრ აქტუალურ გათვლებს და დაშვებებს ითვალისწინებს, მანდა განსაზღვროს, რამდენი დააგროვოს, მუდმივად შეაფასოს საპენსიო სქემის მოცულობა, რა ვალდებულებები ქაღებული და რა აქტივები გააჩნია და რამდენად აბალანსებს და ყოფნის ეს აქტივები ამ ვალდებულებების გასტურებას. და თან უნდა შეაფასოს ისიც, ვთქვათ, დიდი ხნის განმავლობაში დასაქმებულ თანამშრომლებზე რამდენად უნდა ზარდოს ეს აქტივები, რომ მათთვის უფრო გაზრდილი პენსია უზრუნველყოს. ეს იყო დაგროვების სქემა. ახლა გაცემის სქემა. ეს არის ხოლმე კითხვა, რომელიც ხშირად გაისმის საქართველოშიც, თუ ჩვენ დაგვეგროვდა ეს თანხა იქნება სახელმწიფო საპენსიო ფონდში თუ ჩვენ თვითონ დავაგროვებთ, როგორ უნდა მოხდეს მისი პენსიის სახით აღება. გაცემის სქემაც არის კლასიკურად ორი ძირითად ტიპად იყოფა. მეცემესაც გაჩვენებ ცოტა ხანში. ერთი არის სქემა, როდესაც წინასწარ მე პენსიონერი გავსაზღვრო, რა ვადის განმავლობაში მინდა რომ გაიცეს თანხა. ისე როგორც ჩვენ განვიხილეთ წინა მაგალითში. მე შემიძლია გამოცხადო, რომ 15 წლის განმავლობაში გაეცით ჩემი პენსია და ამ შემთხვევაში მე თვითონ განსაზღვრავ, რომ თუ უფრო დიდხანს ვიცოცხლე, როგორ შევინახო თავი, რა თანხა დავზოგო, ანუ რაღაც სხვა იქიდან მე თვითონ ხომ არ უნდა გადავდო იმისთვის, რომ
უფრო დიდხანს თუ ვიცოცხლე ისე მქონდეს პენსია, ისე მქონდეს შემოსავალი. ამ შემთხვევაში რჩება რისკები, ანუ ჩემი რისკი არის ჩემი დიდხანს სიცოცხლე. რაც უფრო დიდხანს ვიცოცხლებ, მით უფრო დამოუჭირო ხელი ჩემს თანხებს და რაღაცნაირად დავზოგო ისე რომ არ დავრჩე შემოსავლის, არ დავრჩე პენსიის გარეშე. მეორე სქემა არის, როდესაც პენსია გაიცემა პენსიონერის სიცოცხლის ბოლომდე. ამის განსაზღვრა ხდება ხოლმე პენსიაზე გასვლის წინ, კლასიკურად ასე ვთქვათ, 1-2 წლით ადრე. და ამ შემთხვევაში პენსიონერი ამბობს, რომ მე მინდა პენსია მივიღო ჩემი სიცოცხლის ბოლომდე. აქ უკვე სადაზღვევო აქტუარული გათხრები ერთვება. საპენსიო ფონდი განსაზღვრავს ამ თავისი პენსიონერების საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასაკს. ქალებს ბუნებრივია სხვა სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვთ უფრო მეტი, თან საპენსიო ასაკში უფრო ადრე გავდივართ ვიდრე კაცები, ხოლმე, თუმცა ეს არის კერძო პირადი სქემა, რომ შეიძლება ჩემი სურვილი იყოს, რომ არ გავიდე 60 წლის ასაკში და გავიდე 65-70 წლის ასაკში. კაცების სიცოცხლის ხანგრძლივობა ნაკლები და აქედან გამომდინარე საპენსიო ფონდი განსაზღვრავს, ვისაც თანაბარი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს, მე ამას წინასწარ მეტყვის, რომ თუ მინდა სიცოცხლის ბოლომდე მივიღო პენსია, ჩემი პენსია იქნება რაღაცა თანხა, დათვლის, რომ ვთქვათ, ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა არის კიდევ ვთქვათ 20 წელი, 17 წელი და ამ 17 წელზე გადაიანგარიშებს. რა ხდება ასეთ შემთხვევაში? როდესაც პენსიის განსაზღვრა ხდება პენსიონერის სიცოცხლის ბოლომდე. თუ პენსიონერი გარდაიცვალა 17 წელზე ადრე და შეიძლება თუნდაც 1 წელიწადში გარდაიცვალოს, ანუ 4 წელიწადში, მის მიერ აკუმულირებული საპენსიო ფონდიდან აუთვისებელი თანხები მას აღარ რჩება, ანუ იკარგება, მის მემკვიდრეებს არ რჩებათ. ეს ხმარდება იმ სხვა პენსიონერების პენსიის ანაზღაურებას, ვინც უფრო დიდხანს ცოცხლობენ. ამის ეძახიან mortality კრედიტებს, ის ადამიანები ბონუსებს, ის ადამიანები, ვინც ამ სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე ადრე გარდაიცვალნენ, მათ ფონდში დარჩენილი თანხა ხმარდება სხვა პენსიონერების პენსიის ანაზღაურებას. არის კიდევ ერთი ტიპის საპენსიო სქემა, ესეც ძალიან გავრცელებული სქემა არის, როდესაც მეუღლეების ფონდები ყიდება და განისაზღვრება, რომ სანამ ერთ-ერთი მათგანი ცოცხალია, მანამდე გაიცემა პენსიის თანხა. და როგორც წესი გაიცემა ხოლმე არა ნახევარი შემდგომ, არამედ შეიძლება სრული თანხა გაიცეს, ანუ ეს განისაზღვროს ნახევარი 80% ხარჯების ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვალებასთან ერთად ხარჯები შუაზე არ იყო. აქ უკვე უფრო რთული აქტუარული გათვლები ერთვება, რომ ორივეს, რომელიც არ უნდა გარდაიცვალოს უფრო ადრე, მეორე, რომელიც იცოცხლებს უფრო დიდხანს, სიცოცხლის ბოლომდე მიიღოს საპენსიო დანაზოგი. საკითხები, რომელიც წამოიჭრება ხოლმე საპენსიო სქემასთან დაკავშირებით, ეს არის საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებები. საპენსიო ფონდში აკუმულირებული თანხა მანამ სანამ პენსიონერი ამ ფონდის მფლობელი არ გავა პენსიაზე, არის მისი საკუთრება. და თუ მოხდება მისი მფლობელის გარდაცვალება, მემკვიდრეობით გადაეცემა მის მემკვიდრეებს. პენსიაზე გასვლის შემდგომ, თუ პენსიონერის მიერ არჩეული არის სქემა წინასწარ განსაზღვრული ვადით ანაზღაურების, ეს არის სტანდარტული ანუიტეტი, აქ სადაზღვევო კომპონენტი არ შედის. სადაზღვევო კომპონენტი აქ არ შედის, ამიტომ რაც დარჩება ფონდში თანხა, ის გარდაეცემათ მის მემკვიდრეებს. მაგრამ თუ არის სიცოცხლის ბოლომდე ანაზღაურების სქემა ჩართული, აქ უკვე დარჩენილი თანხის დაანგარიშება ამ კუთხით არ ხდება, რომ ამ პენსიონერს თანხა დარჩა და ეს მის მემკვიდრეებს უნდა გადაეცეს. ეს არის უკვე საპენსიო ფონდის საკუთრება, რომელიც განსაზღვრავს, ეს თანხები უნდა გამოიყენოს სხვა პენსიონერთა პენსიის უზრუნველსაყოფად. მემკვიდრეობის უფლება უწყდებათ იმ პირებს, რომლებიც ირჩევენ პენსიის აღებას სიცოცხლის 13 სიცოცხლის ბოლომდე. და მისი მემკვიდრეები
პენსიის გაცემის შემდგომ, საპენსიო მას შემდგომ რაც პენსიის გაცემა დაიწყება, ან შეიძლება იყოს თქვათ რაღაც ვარ დაიყოს 3 წლის განმავლობაში თუ გარდაიცვალა პენსიონერი, მაშინ გადაეცემა მემკვიდრეებს, ან 3 წლის შემდგომ თუ გარდაიცვალა, აღარ გადაეცემათ მემკვიდრეებს საპენსიო ფონდში დარჩენილი თანხა. არსებობს სხვადასხვა ტიპის საგადასახადო წახალისების მეთოდები, ორი ძირითადი მეთოდია. პირველი არის გადასახადის გადავადების მოდელი. Tax deferred accountants ეძახიან ამას, TDA. სადაც თუ ის თანხა, რომელსაც მე ვაგროვებ საპენსიო ანგარიშზე, ამ თანხებზე მე არ ვიხდი საშემოსავლო გადასახადებს, მანამ სანამ ამ თანხების ხარჯვას არ ვიწყებ. შინაარსობრივად ჩემთვის ეს არის უბრალოდ გადასახადის გადავადება და არა რეალური შეღავათი და ამ დროს თქვა პორტფელის მენეჯერმა და თვითონ პენსიონერმა უნდა გაითვალისწინოს ხოლმე მომავალში ხარ მოხდება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გაზრდა, ან შეიძლება მეტის გადახდაც კი მომიწევს. მეორე უფრო კარგად წარმახალისებელი მოდელი არის გადასახადებისგან გათავისუფლების მოდელი, ამას ეძახიან tax exempt accountants, სადაც თუ ის თანხები, რომლებსაც პირველი ინვესტორი აგროვებს საპენსიო ანგარიშზე, მთლიანად გათავისუფლებულია გადასახადებისგან, თუ მათ გამოიყენებს პენსიისთვის. მე თუ ეს თანხები საპენსიო საკამდე მოვხსენე და გამოვიყენე და ამის უფლება მაქვს, მაშინ გადასახადების გადახდა მომიწევს, ოღონდ მოგვიანებით. მაგრამ თუ დავიცადე საპენსიო საკამდე და მოახმარე ჩემი პენსიის უზრუნველყოფას, მაშინ მასზე გადასახადებს აღარ ვიხდი. ეს არის ორი ძირითადი საერთაშორისოდ გავრცელებული სქემა. და მაგალითად იგივე ამერიკაში არსებობს ლიმიტირებული გადასახადებისგან გათავისუფლების მოდელი და იმის ზემოთ თუ აგროვებ პენსიას, მაშინ უკვე გადასახადების გადავადების მოდელი ერთია. არსებობს ასევე სხვადასხვა ტიპის ჰიბრიდული პროდუქტები, სადაც რამდენიმე მოდელი არის ერთმანეთთან შერწყმული, ძალიან პოპულარულია, როდესაც საპენსიო სქემა კომბინირებული არის სიცოცხლის დაზღვევასთან და მე ვიხდი როგორც პენსიის საპენსიო შენატანებს, ასევე ჩემი სიცოცხლის დაზღვევის გადასახადს. ადამიანი, რომელიც ამ პროდუქტს ყიდულობს, თუ გარდაიცვალება უფრო ადრე, მაშინ მისი მემკვიდრეები მიიღებენ გარკვეულ თანხას, მაგალითად მეუღლე მიიღებს თანხას იმისთვის, რომ უზრუნველყოს სხვადასხვა გეგმილი ხარჯების გასტუმრება. ის იყო რაც მინდა დამეთქვა პენსიაზე. ეხლა გადავიდეთ პერსონალური ფინანსების მართვაზე. როგორ უნდა ვმართოთ პერსონალური ფინანსები და ეს ნაწილი დავყავის ამ ნაწილად ბიუჯეტის მართვა, სესხების აღება და დეპოზიტების დაგროვების ნაწილი. სესხებისა და დაგროვების ნაწილი. ერთი მთავარი პრინციპი არის ეს პრინციპი ცოტა უფრო ალბათ ფილოსოფიურ ნაწილში გადავდივარ. ფინანსების პასუხისგებლიანი მართვა ეს არჩევანია, ჩვენი არჩევანია. ვიქნებით თუ არა პასუხისგებლიანები ჩვენ საკუთარ მომავალთან მიმართებაში, ეს არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი. მაგრამ არჩევანი უნდა იყოს გათვალისწინებული. ანუ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ვირჩევთ ვიყოთ პასუხისგებლიანი საკუთარი მომავლის მიმართ. პასუხისგებლო რა შედეგი მოყვება, ამას ეს უნდა ვიცოდეთ. შესაბამისად, პერსონალური ფინანსების მართვა ემსახურება ამას, რომ ამ ინფორმაციის მიმღებმა იცოდეს რა გადაწყვეტილებას იღებს და ამის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება სურს თუ არა საკუთარი ფინანსების გონივრულად განკარგვა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი გადაწყვეტილების ფასი. რაც უფრო ცოტა გვაქვს შემოსავალი და რაც უფრო ნაკლებია ჩვენი ქონება, მით უფრო მაღალი არის ჩვენი შეცდომის ფასი. შესაბამისად, მით უფრო კრიტიკული არის სწორად მიღებული ფინანსური გადაწყვეტილებები ჩვენ საკუთარ ბიუჯეტთან დაკავშირებით. კლასიკურად სიცოცხლის საფეხურების stages of life ყოფენ ხოლმე ესეთ 4 ეტაპად. დაფუძნება foundation, შემდგომ დაგროვების ეტაპი, აკუმულაციის ეტაპი, მაშინ როდესაც ვაგროვებთ თანხას, maintenance ეტაპი, ამას ეს უკვე არის ის პერიოდი, როდესაც იწყება პენსიის
გაცემას, ანუ იმ თანხის მოხმარება. მაგრამ თან ვინარჩუნებთ ჩვენი თანხის ნაწილს, ანუ აღარ ვაგროვებთ და დაგროვილი თანხის ნაწილს ვინარჩუნებთ. და თან ხარჯავთ. დაგროვებას აღარ ვახდენთ. და ბოლო ეტაპი, განაწილების ეტაპი, ამას ეძახიან უკვე ძალიან ღრმა მოხუცებულობის ეტაპს, როდესაც ადამიანი თავის საკუთარ ქონებას ანაწილებენ, მათ შორის შეიძლება საჩუქრების სახით კი, ახლა ვიგიპასუხებ ამაზე. რამდენად ანუ სიცოცხლის ბოლო ეტაპზე ხდება ხოლმე ამ გადაწყვეტილებების მიღება, რამე ფონდებს ხო არ უნდა მოანდერძოთ, რა შეიძლება გავანაწილოთ ჩვენს მემკვიდრეებს შორის და რაღაც საბოლოოდ ხდება ფონდების მოხმარება. ჩატში არის ესეთი საკითხი შემოსული, ისეთი მოლოდნელი და სწრაფი ცვლილებებია მსოფლიოში, აღარაფერია გარანტირებული. ახლა მის უმეტეს როცა კარგად გამოჩნდა მომავალი რა ბუნდოვანი და არაპროგნოზირებული. ამაზე უნდა გითხრათ, რომ ესეთი ტიპის მოვლენები, როგორც დღეს მოხდა, პერიოდულად ხდება ხოლმე. რაღაცა სხვადასხვა ტიპის კრიზისები და არასდროს ახალი კრიზისი წინას არ გავს და ყოველთვის ეს არის დიდი შოკი მომხმარებლებისთვისაც, ინვესტორებისთვისაც. მასაც მომზადებულები უნდა შევხვდეთ და მასაც დანაზოგით უნდა შევხვდეთ. ანუ ესეც კიდე ერთხელ გვიჩვენებს დაზოგვის მნიშვნელობას. მაშინ, როდესაც სამუშაო ადგილები გაცილებით მყიფეა და ადვილად შეიძლება დავკარგოთ, კიდე უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რომ გქონდეს გარკვეული დანაზოგი, თუნდაც ასეთი შავი დღეებისთვის. არაპროგნოზირებაც რაც შეეხება, მოკლევადიანად ძალიან ბევრი რამ არის არაპროგნოზირებადი და მერყევი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრი რამ მაინც სწორდება. ესე რომ მე ვფიქრობ, ერთი წლის თავზე თუ ვისაუბრებთ, არ ვიცი ვის ვისაუბრები, სახელი არ გიწერიათ. ერთი წლის თავზე ეს კრიზისი გადავლილი იქნება და ისევ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ დავგეგმოთ, შევხედოთ ისევ გრძელვადიან ჰორიზონტებს, მივიღოთ გრძელვადიანი გადაწყვეტილებები და დაზოგვასთან დაკავშირებითაც მივიღოთ სხვადასხვა გადაწყვეტილებები. პერსონალური ფინანსების მართვას რო დავუბრუნდე, პერსონალური ფინანსების მართვა იწყება საკუთარი ხარჯვითი ჩვეების შესწავლით. ანუ ყველას გვაქვს ჩვენი ხარჯვის სტილი, lifestyle, განსხვავებული სტილები და იმისთვის რომ დავგეგმოთ, ჯერ უნდა შევისწავლოთ ეს. ამ დროს კარგი მეთოდია დეტალური, სკრუპულოზური ჩანაწერების წარმოება. ამაში შეიძლება დაგვეხმაროს ბევრი სხვადასხვა თულები, მათ შორის ან ჩვენ თვითონ ვაკეთოთ ჩანაწერები ყოველდღიურად, ან ერთი და იგივე ბანკის ფარგლით მოახდინოთ გადახდები და იქ მივანიჭოთ TBC-ს და როგორც ვიცი საქართველოს ბანკსაც აქვს ეს ფუნქცია, რომ ყველა გასავალს ენიჭება თავისი დანიშნულება, რა დანიშნულებას წავიდეს ჩვენი სხვადასხვა ხარჯები და თუ არ ენიჭება, ჩვენ შეგვიძლია მივანიჭოთ. ეს ძალიან გვეხმარება იმის დანახვაში, სად დავხარჯეთ თანხა. რა დავხარჯეთ ტრანსპორტირებაში, კვებაში, გართობაში, საჩუქრებში და ასე შემდეგ. და მას შემდგომ, რაც ჩვენ შევისწავლეთ ჩვენი ხარჯვის სტილს და ჩვენი ხარჯვის ჩვევებს, ჩვენ შეგვიძლია უკვე ხოლმე, TBC ჩვენს ადრეითulis ამაზე. ჩვენ უკვე შეგვიძლია განსაზღვროთ, რა იყო ჩვენ მიერ დახარჯული ან აუცილებელი ხარჯი და რა არის ის ბუფერი, რაც შეგვიძლია სხვაგან მივმართოთ. ეს არის მნიშვნელოვანი დავინახოთ, რა არის აუცილებელი ხარჯი, რომლის გარეშეც ვერ შევინარჩუნებთ სიცოცხლის იმ ხარისხს, რაც ცხოვრების იმ ხარისხს, რა ხარისხითაც დღეს ვცხოვრობთ. და ამის შემდგომ რა ბუფერი გვაქვს იმისთვის, რომ მივიღოთ რაღაცა სხვა უფრო გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, მათ შორის დაფინანსების და დაზოგვის გადაწყვეტილებები. ასევე უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან შესაბამისად პერიოდის ხარჯები და მომავალი დანახარჯები, რა არის ის პერიოდის აუცილებელი ხარჯები, რასაც მუდმივად ვწევთ და რა მომავალ დანახარჯებს ველოდებით. ამის ხედვა უნდა გქონდეს, რა ხარჯები გვინდა რომ გავწიოთ. როდესაც ეს ჩამოყალიბებული გვაქვს, როდესაც ვიცით უკვე ჩვენი სტილი, ვიცით რამდენს ვხარჯავთ, ვიცით რა უნდა დავხარჯოთ იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი შევინარჩუნოთ და ვიცით რა ხარჯები შეიძლება გქონდეს, ამის შემდგომ, მხოლოდ ამის შემდგომ უკვე შეგვიძლია ჩვენი ხარჯვითი ქცევები შევცვალოთ. როგორ ვიღებთ
ცესხის აღების შესახებ გადაწყვეტილებას. და ამისთვის მოდით შევხედოთ ბანკები როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის და რა ოდენობის თანხით დაგვაფინანსებთ. ბანკები მოქმედებენ ხოლმე ესეთი პრინციპებით. პირველ რიგში თუ ცესხის თანხა ძალიან მცირე არ არის, ან თუ მეტნაკლებად სოლიდურია, ხდება მომხმარებლის ხარჯვითი ქცევების შესწავლა. დაახლოებით, ანუ არადეტალურად, მაგრამ დაახლოებით ხდება განსაზღვრა რა ხარჯი სჭირდება ადამიანს ცხოვრებისთვის. ამისთვის შეისწავლიან ხოლმე მიყავს, ანუ რამდენი ოჯახის წევრი ცხოვრობენ ერთად, რა ქირავებია, ბინა თუ თავისი, ანუ რა ხარჯები აქვს პერიოდულად. და რა ბუფერი აქვს, ანუ აკეთებს იმას, რაც ჩვენც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ბიუჯეტთან მიმართებაში, რა გვაქვს ხარჯი და რა ბუფერი გვაქვს იმისთვის, რომ მოვემსახუროთ ცესხს. გარდა ამისა, აქვს ცესხის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც უფრო სტანდარტიზირებულია. რა ტიპის შემოსავლებზე რამდენი პროცენტი შეიძლება მიიმართოს ცესხის დასაფარად. ეს არ არის თანხაში ფიქსირებული, იმიტომ რომ პირი, რომელსაც აქვს 1000 ლარის ხელფასი და პირი, რომელსაც აქვს 5000 ლარის ხელფასი, ერთით იგივე თანხას არ ხარჯავს, მათ სხვადასხვა ხარჯვის სტილი და სხვადასხვა დანახარჯები აქვთ იმისთვის, რომ თავიანთი ცხოვრების ხარისხი შეინარჩუნონ. შესაბამისად, ბანკი ცდილობს, რომ მათ ინდივიდუალურად მიუდგეს და თუ არ შეუძლია თითოეული ხარჯის დონეზე გააკეთოს, მაშინ აკეთებს ამ კოეფიციენტის დონეზე. თუ არის, თქვათ, ანაზღაურება 1500 ლარამდე, მაშინ ცესხის მომსახურების კოეფიციენტი არ უნდა აღემატებოდეს 30%. ეს ნიშნავს რას, რომ ცესხის მომსახურების კოეფიციენტი არის რამდენს ვიხდი ცესხზე, სრულად გულისხმობდა როგორც ცესხის დიდი თანხა, ასევე სარგებელი. Payment-ი ამ ჩვენს ანუიტეტში. ეს გაყოფილი ჩვენ შემოსავალთ. ეს არის ცესხის მომსახურების კოეფიციენტი. 2 წელია უკვე ამ ყველაფერს გარდა თავად კომერციული ბანკებისა განსაზღვრავს მათი რეგულატორიც, ცენტრალური ბანკი საქართველოში, ის ასევე დამოუკიდებლად ადგენს, რა მომსახურების კოეფიციენტს არ უნდა გადააჭარბოს მომხმარებელმა, იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი ძალიან არ გაუარესდეს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ეს მოდელიც ავიღოთ. და ანუ ამავე ეს არის ის ძირითადი პრინციპი იმისთვის, რომ არ გავიუარესოთ ცესხის ცხოვრების ხარისხი. უნდა გამსაზღვროთ, რას ვხარჯავთ და რა გვაქვს ბუფერი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი ასევე ცესხის მიზნობრიობის ვადა აუცილებლად უნდა აღემატებოდეს ან მაქსიმუმ ტოლი იყოს ცესხის ვადის. რა იგულისხმება აქ, რომ თუ ჩვენ წელიწადში ერთხელ ვაპირებთ მოგზაურობას, მოგზაურობისთვის 18 თვიანი ცესხი არ უნდა აქვთ. თუ არ ყოფნის, თუ არ შეგვიძლია ამ ცესხს მოვიმსახუროთ 1 წლის განმავლობაში, მაშინ გამოდის ცესხი უნდა ავიღოთ ნაკლები და ვფიქრობ, რომ ბიუჯეტურად წავიდეთ დასასრულებლად. აქაც რა თქმა უნდა გონება და common sense უნდა ჩავრთოთ, თუ სწავლის დასაფინანსებლად გვჭირდება ცესხი, სწავლის ხანგრძლივობაზე კი არ არის საუბარი, ანუ იმაზე, როდის რამდენი ხანი გამოგვადგება აქედან მიღებული ცოდნა და სარგებელი რამდენ ხანს გასტანს. შესაბამისად, სწავლისთვის გაცემული ცესხების ვადა საკმაოდ გრძელია. როგორც ვთქვი, დარჩენილ ბუფერს ვიყენებ ცესხისთვის და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რა არის ცესხის აღების ალტერნატიული ღირებულება. თუ ჩვენ 1000 ლარი ხელფასიდან 300 ლარი შეგვიძლია მარტო ცესხზე მივმართოთ და ეს 300-ვე გამოვიყენეთ, ანუ ისე დავგეგმეთ ცესხი, რომ 300 ლარი გვაქვს ყოველდღურად გადასახდელი და ასეთი ამ ცესხის ვადა არის წელიწადნახევარი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რაღაცა სხვა ხარჯს ვეღარ შემოვიდგენთ. სხვა ცესხს ვეღარ ავიღებთ. ჩვენი ცხოვრების სტილს ვერ შევცვლით. ანუ ესეც გასათვალისწინებელი გვაქვს, ესეც უნდა ვიცოდეთ, რომ 18 თვის განმავლობაში ჩვენ ეს ბუფერი სრულად გვაქვს ათვისებული. როგორ შევამციროთ ცესხის სარგებელი? სხვადასხვა ადამიანებს და სხვადასხვა ბანკები სხვადასხვა სარგებელში გასცემენ ცესხებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცესხის სარგებელი, ცესხის ფასი დავწიოთ. ამისთვის უნდა გავაუმჯობესოთ საკრედიტო პულა, ჩვენი რისკიანობა უნდა შევამციროთ. რას უყურებენ ბანკები? ერთ-ერთი არის ზუსტად ცესხის მომსახურების კოეფიციენტი, ანუ რაც უფრო ნაკლებად გვაქვს ეს ბუფერი ათვისებული, რაც მეტი არის ბუფერიდან დარჩენილი, მით უფრო ნაკლები არის რისკი, რომ ჩვენ ცესხის გადახდას
მომსახურებას ვერ მოახერხებ და შესაბამისად მის უფრო ნაკლები არის სარგებელი, რომელსაც ბანკი დაგვიწესებს სესხზე. რაც უფრო კარგი საკრედიტო ისტორია გვაქვს, ნაკლები ან ოლოვანი ვადაგადაცილება, ესეც ბუნებრივია თექნოლოგიების შესაძლებლობა. ნაკლების ხოვალდებულება ისევ გამოდივართ აქ სესხის მომსახურების კოეფიციენტიდან და ბუფერიდან. კი, მართალია თამუნა ეს თუ არ გესმის, ეს შეკითხები თუ არ გესმის, ეს ყველაფერი კარგად თუ არ გააზრებული მაშინ როდესაც სესხს იღებ, შემდგომ უკვე აწყდები ამ გადაუხდელობის პრობლემას და ცები უბინავად და შემდგომ ხდება ხოლმე ბრალეულობის გადატანა გამსესხებელზე, რომელმაც სესხი მოგვცა. კარგი უზრუნველყოფა. რაც უფრო კარგი უზრუნველყოფა, მით უფრო ნაკლებ სარგებელში გვაძლევს ბანკის სესხს. თუმცა აქაც უნდა თქვარი cost benefit ანალიზი გავაკეთოთ, თუ ამ უზრუნველყოფის ჩადება, ნოტარიული ხარჯების შეფასება და შემდეგ გვიჯდება, შეიძლება სულ არ ღირდეს მის ხარჯზე სარგებლის დაწერა. აქ შესაძლებელი აქვს. და ყველაზე მთავარი სინამდვილეში, რასაც ბანკი უყურებს, ეს არის შემოსავლის საიმედო წყარო. ბანკს ყველაზე მეტად სჭირდება ის, რომ ჩვენ არ გადავაცილოთ, გადახდებს და გადავიხადოთ დროულად. ამისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ დაუმტკიცოთ სესხებელს, რომ ჩვენ ნამდვილად სტაბილურად გადავიხდით ჩვენს სესხს, ანუ შემოსავლის საიმედო წყარო უნდა ვაჩვენოთ. ერთი ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, გრაფიკიანი სესხი ავიღოთ, თუ ოვერდრაფტი ან საკრედიტო ბარათები. აქ ოვერდრაფტები და საკრედიტო ბარათები სახიფათო მახეა. რომელმაც ადვილად იცის სესხებლის ჩათრება და ადვილად შეიძლება ავითვისოთ ეს თანხა ისე რომ არ მიზნობრიობა არ ქონდეს გათვალისწინებული ეს სესხი გაგვყვეს თვეების მანძილზე დიდი ხნის განმავლობაში და აი სესხისთვის ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი სესხია რომელიც ჩვენ თვითონ არ ვიცით რისთვის ავიღეთ თვეების განმავლობაში ვუხადოთ ბანკს პროცენტის სარგებელი ამიტომ ყოველთვის ჯობია ვიცოდეთ მიზნობრიობა რისთვის გვჭირდება და ავიღოთ გრაფიკიანი სესხი. და ოვერდრაფტი და საკრედიტო ბარათი გამოვიყენოთ მხოლოდ მართლა აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ვთქვათ, კონდეს ლიმიტი და სწრაფად აუცილებლად დაგვჭირდა გამოვიყენეთ და შემდგომ თუ ვხედავთ, რომ არ შეგვიძლია ერთი თვის ფარგლებში ჩავფაროთ, გადავაპორტიროთ გრაფიკიან სესხად. Ну, ავიღოთ გრაფიკიანი სესხი, იმით დავფაროთ ოვერდრაფტი და ეს გრაფიკში თანდათან ჩავფაროთ სესხი. და თუ აი ეს ყველაფერი არ გვისწავლია, რასაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, როგორ უნდა დავთვალოთ სესხის რეალური სარგებელი, მაშინ კიდე გვაქვს ერთი ესეთი ტრიკი, ეროვნული ბანკის რეგულაციით კი, საკრედიტო ბარათების თან სარგებელიც ბევრად მაღალია მართალია. ეს კიდევ დამატებითი სტიმული, რატო უნდა ავიღოთ გრაფიკიანი სესხი. და ერთი, ასე ვთქვათ, ბოლო ტრიკი სესხებთან დაკავშირებით, უკვე ბევრი წელი, 1-5 წელი მაინც არის, რაც ეროვნული ბანკის რეგულაციით ბანკები ვალდებული არიან იყვნენ გამჭვირვალეები და სესხებლებს მიეწოდნენ ყველა ინფორმაცია სესხის შესახებ, მათ შორის რა არის სესხის ეფექტური სარგებელი. ჩვენ დავინახეთ, როგორ შეიძლება ეს სარგებლით მანიპულირება და როგორ შეიძლება ცოტა მოვიტყუოთ, მოვატყუოთ სესხებელი, სესხის ზოგადად ინსტრუმენტის პროცენტთან დაკავშირებით. და იმისთვის, რომ მომხმარებელი შეცდომაში არ შევიდეს, ყველა ბანკი ვალდებულია სასესხო კონტრაქტის პირველ გვერდად თან დაურთოს ინფორმაცია სესხის შესახებ, სადაც წერია ეფექტური სარგებელი. რა არის ეფექტური სარგებელი? ჩვენც უკვე ვიცით. და უკიდურეს შემთხვევაში, თუ ჩვენ არ გვინდა, აღარ გვახსოვს, როგორ დავთვალოთ ეს ეფექტური სარგებელი, უბრალოდ შეგვიძლია ავიღოთ ორი სხვადასხვა კონტრაქტის ეფექტური სარგებლები და შევადოთ. Ну, მანამ სანამ სესხს ავიღებთ, გამოვითხოვოთ, ვიკითხოთ, რა იქნება ამ სესხის ეფექტური სარგებელი და შევადაროთ ისინი ერთმანეთს. ეფექტურ სარგებელში გაითვალისწინება ყველა ხარჯი, რასაც მსესხებელი გასწევს. თუ მე ვიღებ 1000 ლარიან სესხს, მაგრამ სესხის მომსახურების საკომისიო გადავიხადე 20 ლარი, კიდე რაღაცა სხვა მომსახურებებში იმისთვის, რომ სესხი ამიღო, გადავიხადე 30 ლარი და შემდგომ ამ 1000 ლარზე ვიხდი ყოველთვიურად ვთქვათ 105 ლარებს და 10 თვის განმავლობაში დავფარე. რომ ეფექტური სარგებლის დათვლის განგარიშების დროს მხედველობაში მიიღება ის -50 ლარიც. ანუ rates ეფექტური სარგებელი ითვლის
950 ლართან მიმართებაში, იმ თანხასთან მიმართებაში, რაც მე ხელზე აკვირე და არა 1000 ლართან მიმართებაში. შესაბამისად, კარგი ხელსაწყოა, კარგი თულია ეს ეფექტური სარგებელი იმისთვის, რომ დავთვალო, რომ რამდენად ჯობია მართლა ერთი ბანკის ცესხი მეორე ბანკის ცესხს. გითხოთ ჩინსული. ხო, აი ესეც გასაანგარიშებელი არის და ეს ნამდვილად ხშირად ხდება, რომ რემონტის თანხის ამოღება ქირაში ძალიან რთულია. როგორც წესი შეუძლებელიც. ანუ აქ უკვე საინვესტიციო გადაწყვეტილება იყო მისაღები და შესაძლებელი, რომ თუ გავარემონტეთ ბინა, რომელიც უნდა გავაქირავოთ, ამოიღებს თუ არა ეს ამ თანხებს. ამ დროს შედარება უნდა მოხდეს present value-თან დავადისკონტირებთ შემოსავლები და ხარჯები, თუ მათი ვადები განსხვავდება ერთმანეთისგან. რა შემოსავალს მივიღებ მომავალში და თან ობიექტურად უნდა განსაზღვრო შემოსავალი. თუ რემონტისთვის გავწია ხარჯი, შეიძლება 1 წელიწადში, წელიწადნახევარში ხელახლა მქონდეს გასარემონტებელი. აი ამის estimation-ი, ამის შეფასება უნდა მოვახდინოთ, რაც შეიძლება ობიექტურად. ვაძლევს თუ არა გასაქირავებელი ბინის გარემონტება რეალურად შემოსავალს თუ პირიქით მხოლოდ ხარჯს გვისვლის. ეს იყო სესხები. ახლა გადავიდეთ დანაზოგებზე. თიშის განმარტებები. აგერ ლანას კითხვა არის, შეძენისას, ნივთის შეძენისას განვადება ჯობია თუ სესხის აღება. განვადება სინამდვილეში არის საკმაოდ მაღალ პროცენტიანი სესხი. ბევრი მიზეზით. განვადებაში ჩაშენებულია ხოლმე არაკლებადი სარგებელი. ჩვენ გახსოვთ წინა შეხვედრაზე ნახეთ სესხის ამორტიზაციის გრაფიკი, ანუ როგორ ხდებოდა, რომ სესხის ძირი რო იფარებოდა, თანდათან სარგებელიც მცირდებოდა და უფრო და უფრო მეტი ძირითახა იფარებოდა. განვადების გრაფიკები ხშირად აგებულია ხოლმე, ისე რომ სარგებელი არის თანაბრად გადანაწილებული, რომ მომხმარებელი, გაუთვითცნობიერებელი მომხმარებელი მოატყუოს. და ხო, აი განვადების დროს კარგი არის რომ იკითხოთ ეფექტური სარგებელი და შევადაროთ სესხის სარგებელს. და ალბათ 100-დან 100%-ში შემთხვევაში აღმოჩნდება რომ სესხის სარგებელი უფრო დაბალია ვიდრე განვადებისა. ისევ და ისევ თუ სხვანაირად არ შეგვიძლია შევაფასოთ, კი, წლიური ეფექტური სარგებელი. თუ სხვაგანაც არ შეგვიძლია შევაფასოთ, უნდა მოვითხოვოთ ეფექტური სარგებელი. რა არის ეფექტური სარგებელი და ბანკები ვალდებულები არიან ეს ინფორმაცია მოგცენ. კი, ხო, გადასახდელს ვერ შეემცირებთ, თამუნამართალია, თუ გაგიჩნდება დაფარვამდე თანხა, გადასახდელს ვეღარ შეემცირებთ, რაც გაწერილია, სრულად უნდა გადაიხადოთ, ეს არის განვადების გრაფიკის სპეციფიკიდან გამომდინარე. რა კი სარგებელს გინაწილებთ შემდგომ თვეებში, ითხოვს, რომ სარგებელი სრულად დაფაროს შემდგომ თვეებშიც. უპროცენტოს განვადება მომხმარებლისთვის ხშირად არის ხოლმე უპროცენტო, ამის დაზუსტება ნამდვილად ღირს მომხმარებლისთვის უპროცენტო, იმიტომ რომ ამ ფასდაკლებას აკეთებენ ხოლმე მაღაზიები განვადების ობიექტებისთვის. უბრალოდ შეიძლება მე აღმოჩნდეს, რომ ეს ფასდაკლება ერთ ბავშვად გადახდის შემთხვევაში თქვენს გაგიკეთო. ეს საკითხი ღირს გარკვევად. განვადებას ოპერატულად იღებთ, თუმცა აი ოპერატულობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვაქვს საკრედიტო ბარათი, შეიძლება ღირდეს, რომ საკრედიტო ბარათით გადავიხადოთ და შემდგომ გრაფიკიანი სესხით ჩავანაცვლოთ. დროებით თამუნა. შემდეგ შემოთმდე. თავისთავად ცხადია, კი გეთანხმებით, ეს თანხა უნდა ამოიღონ. უფასო ყველი სათაგურშია და უფასო ლანჩები არ არსებობს. ანუ ეს შეთანხმება, ეს ფასდაკლება თქვენ შეიძლება მე ცალკე მოვთხოვოთ ტექნიკის მაღაზიაში და მაინც გაგიკეთო. რომ დაუბრუნდეთ დანაზოგების თემას. რისთვის ვაგროვებთ? საერთოდ რისთვის ვაგროვებთ ხოლმე თანხას? პირველი მთავარი დაგროვების მიზანი, ყველაზე ხშირი მიზანი არის პენსიისთვის. ეს არის როგორ გითხრათ, ძალიან მნიშვნელოვანი საპატიო მიზანი შეიძლება ისე ითქვას, რომ პენსიისთვის თანხას უნდა ვაგროვებდეთ ყველანი. და არ უნდა ვიყოთ იმის იმედზე, რომ ვთქვათ,
სახელმწიფო დახმარების იმედზე, ანუ თუ ჩვენ გვაქვს შემოსავალი, ჩვენი პენსია ჩვენ თვითონ უნდა ვუზრუნველყოთ, ამისთვის თანხა უნდა დავაგროვოთ. ასევე თანხას ხშირად ვაგროვებთ ხოლმე მსხვილი შენაძენის განსახორციელებლად. მაგრამ აქ უკვე ჩდება ასეთი კითხვა, დანაზოგი თუ უნდა შევიძინოთ ეს რაღაცა მსხვილი შენაძენი, თუ ჯობია სესხი ავიღოთ. და ამ დროს არის რამდენიმე კითხვა, რომელიც აუცილებლად უნდა დავსვათ. აქტივის დღეს ფიზიკურად ფლობა ხომ არ გვიზოგავს რაიმე ხარჯებს. თუ ჩვენ სესხის აღება გვინდა ბინის შესაძენად და ბინა არ გვაქვს და ამიტომ უნდა ვიქირავოთ, მაშინ უნდა შევადაროთ ქირის ხარჯები ამ სესხის ხარჯებს. გარდა ამისა შეიძლება დაზოგვით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საკუთარი ბინა არ გქონდეს, ხო? თუ შეგვიძლია დაზოგვით მალე გქონიოთ საკუთარი ბინა, ისევ და ისევ ვადარებთ ერთმანეთს, ხომ არ ჯობია რამე სხვა ტიპის ხარჯი ხო არ გვაქვს იმის გამო, რომ დღეს აქტივის შეძენაზე უარს ვამბობთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სესხი ზოგადად ცუდია. პირიქით, სესხი შეიძლება ძალიან კარგი ინსტრუმენტი იყოს, თუ მას განივრულად იმ წინა პრინციპების გათვალისწინებით. ხომ არ ველოდებით აქტივის ფასის დას. თუ თქვათ, შენებარე ბინაში თუ გვაქვს თანხა შეტანილი და კონტრაქტი წინასწარ გვაქვს გაფორმებული, ამ შემთხვევაში შეიძლება ვიბრძოთ, რომ თანდათან გადავიხადოთ და თან დავაგროვოთ, თუ სესხსაც არ ვიღებ. ვადარებთ ერთმანეთს, ხომ არ ველოდებით აქტივის ფასის დას, ხომ არ გვიზოგავს რამე სხვა ხარჯებს სესხის დღეს მიღება და რასაც გვიზოგავს ეს რამდენად გადაწონის სესხის მომსახურების ხარჯებს. ისევ და ისევ ალტერნატიულ დანახარჯები, რამე სხვა ალტერნატივას ხომ არ გავუშვებთ ხელიდან იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ სესხი ავიღებთ და სესხს უნდა მოვემსახურებთ. და გავითვალისწინოთ სხვა თამდები რისკები, მაგალითად ხომ არ გვეშინია სამსახურის დაკარგვის, რომლის გამოც შემდგომ შეიძლება ეს სესხი ძალიან გაგვიძვირდეს. გადაუხდელი სარგებელი ერთმანეთს დაემატოს. აი ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ, რომ ეს ბევრი სხვა საკითხი შეიძლება გავითვალისწინოთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს. ეხება დანაზოგის დაცვას. ერთი რომ დავზოგეთ, მაგრამ როგორ დავიცვათ ეს დანაზოგი? ვალუტასთან დაკავშირებით ერთზე უნდა შევთანხმდეთ, რომ ვალუტის სავალუტო რისკების მცოდნე ალბათ აქ არავინ არ ვართ. ყოველ შემთხვევაში მე არ ვარ ნამდვილად სავალუტო რისკების მცოდნე. და თუ ჩვენ არ ვიცით როგორ მართოთ რისკი, ჩვენ ვცდილობთ რომ ეს რისკი დავაზღვიოთ. ჰეჯირების კარგი ინსტრუმენტები საქართველოში არ გვაქვს. ძვირია, საკმაოდ ძვირია. ამიტომ ერთ-ერთი კარგი დაცვის მექანიზმი არის დივერსიფიკაცია. შევინახოთ დანაზოგის სხვადასხვა ვალუტებში. თქვათ, დოლარშიც, ევროშიც, ლარშიც და ეს ერთ-ერთი მეთოდია. მეორე არის თავად ინვესტიციების დივერსიფიკაცია, ანუ არ მოვახდინოთ ინვესტიციის კონცენტრაცია რომელიმე ერთი ტიპის აქტივში. გადავანაწილოთ, სადღაც ერთგანაც გქონდეს, მეორეგანაც, მესამეგანაც. სადაც შეიძლება შევინახოთ და დავზოგოთ საქართველოში. ეს რომ იყოს საზღვარგარეთ და ჩვენ რომ ვიყოთ უფრო მეტად შეძლებულები, ვინაიდან თქვათ, თუნდაც იგივე ჩვენი სამუშაო სკილებით და უნარჩვევებით, რომელიღაც განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მაღალი შემოსავალი გვექნებოდა, რაც საშუალებას მოგცემდა უფრო მეტი თანხები დაგვეგროვებინა და უფრო კარგი დივერსიფიცირებული პორტფელი შეგვექმნა. მაგრამ რა კი ვართ საქართველოში, ვისაუბროთ ამ სეტინგში საქართველოს გარემოში საჩეგულია შევინახოთ თანხა. დეპოზიტებზე უნებრივია და დეპოზიტები კარგი შენახვის წყარო არის დაგროვების დროს. თუ რაც ჩვენ უკვე დაგროვებული გვაქვს, შეგვიძლია სადღაც სხვაგან წავიღოთ, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ვაგროვებთ, დეპოზიტი კარგი ალტერნატივა ყოველთვიურად გადადებულ თანხას თქვათ უძრავი ქონების შესაძლებლად ვერ მიმართავთ. მეორე და როდესაც დიდი თანხა გვიჭიროთ, საქართველოში რაც პირველი გვახსენდება არის ხოლმე უძრავი ქონა. აქ აუცილებლად ჩემი რჩევა უბრალოდ პირველივე უძრავი ქონებას არ ვყიდულობთ და ყოველთვის შეაფასეთ რა პოტენციურ შემოსავალს დაგიგენერირებს. ყოველ პერიოდული ფულადი ნაკადების სახით რა ფასის მომატების პოტენციალი გააჩნია ამ ქონებას, ან პირიქით რამე საფრთხე ხომ არ არის, რომ ამ ღირებულება დაკარგოს.
და ანუ აქედან გამომდინარე მიიღეთ გადაწყვეტილება. რა შემოსავალს დაგენერირებთ? თუ თქვენთვის ეს არის ინვესტიცია. უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ლიკვიდურობა, აგრეთვე ასეთი კითხვა, თუ ლარში გადმოყავს ის დაგროვილი თანხა, მაინც დანაკარგია. გააჩნია რამდენი ხნის განმავლობაში გამოყავს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ლარი მეტად გაუფასურდა, ის შემთხვევაში არ იქნება დანაკარგი. და რაც შეეხება უძრავ ქონებას აქვს ერთი დაზოგისთვის ძალიან კარგი თვისება. ის არის, ასე ვთქვათ, ინფლაციისგან დაცვის მექანიზმები გააჩნია. ანუ მისი ღირებულება ადვილად არ უფასურდება და ზოგადად თუ ინფლაციური პროცესები მინდის, ანუ ფასები თუ მაღლა მიდის ქვეყანაში, ჩვენი დანაზოგი თუ უფასურდება, უძრავი ქონების ფასი როგორც წესი ამ ინფლაციურ პროცესებთან ერთად მაღლა მიდის. ინფლაციისგან დაცვის თანდართული incremental მექანიზმები გააჩნია უძრავ ქონებას, რაც მას ინვესტიციის ერთის მხრივ კარგ წყაროდ ქმნის. მეორე მხრივ უძრავი ქონების შემოსავლიანობა ყოველთვის დაბალია. და ამიტომაც არღეს მთელი თანხის უძრავ ქონებაში ჩადება. როგორც ერთ-ერთი საშუალება უძრავი ქონების დაზოგვის და ზოგადად ჩვენი ინვესტიციის დივერსიფიცირებისა უძრავი ქონებაც კარგი ალტერნატივა. ასევე სხვა ალტერნატიული ინვესტიციები ოღონდ აქ უნდა ვიცოდეთ როგორ ვაკეთებთ. უნდა ვიცნობდეთ, თქვათ, კრიპტოვალუტებში ვაკეთებთ შენახავს თუ ოქროში, უნდა ვიცოდეთ ამ ტიპის ინსტრუმენტები. მე პირადად კრიპტოვალუტებს ცუდად ვიცნობ და ამიტომ არ განვიხილავ, რომ ვიცნობდი შეიძლება განვიხილა. ოქროს აქვს კიდევ ერთი ასეთი თვისება უძრავი ქონების მსგავსად, როგორც წესი მისი ღირებულება კრიზისების დროს იზრდება ხოლმე. ეხლანდელი კრიზისი, აი ახლა რაც გვაქვს კორონავირუსის კრიზისის დროს მოიქცა ოქროს ხვანაირად და მისი ღირებულება ზემოთ არ წასულა. ანუ ინვესტიციები ოქროსკენ არ მიემართა. სხვა კრიზისების დროს ოქროს ესეთი რამ ახასიათებს ხოლმე, მისი ღირებულება იზრდება ხოლმე კრიზისების დროს, ვინაიდან მასში ხდება ხოლმე თანხების მიმართვა, დანაზოგების მიმართვა. და ადგილობრივი და უცხოური ფასიანი ქაღალდები. ამას გირჩევთ ძალიან განიხილოთ. წესით ამით უნდა დამეწყო ეს ამ ჩამონათვალის გაკეთება. ეს არის რისგანაც უნდა შედგებოდეს ძირითადი პორტფელი. პორტფელის 90%, 85% მაინც შედგება ხოლმე სწორედ ფასიანი ქაღალდებით. ის არის ყველაზე მეტად შემოსავლიანი, კარგად დივერსიფიკაციის შემთხვევაში შესაძლებელია რისკებისგან კარგად თავის დაცვა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს კრიზისების დროს მათი ფასი ძალიან ეცემა, გრძელვადიანად მათი ამ ღირებულების კორექტირება ხდება. და ამიტომაც ის შეადგენს ხოლმე პორტფელის ძირითად ნაწილს. საქართველოში და პატარა დანაზოგით ძნელია კარგი ფასიანი ქაღალდების კარგად დივერსიფიცირებული პორტფელის გაკეთება, მაგრამ მაინც გირჩევთ, რომ ეს ალტერნატივა ნახოთ, შეამოწმოთ, რა ფასიანი ქაღალდები არის საქართველოს საფონდო ბირჟაზეც და დღეს საერთოდ აღარ არის პრობლემა, რომ იყიდოთ ფასიანი ქაღალდი ნიუ-იორკ stock exchange-ზე თუ ტოკიოში თუ ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ამიტომ ძალიან გირჩევთ, რომ განიხილოთ ეს ალტერნატივაც, რომ თქვენი დანაზოგებში იყოს ფასიანი ქაღალდებიც. და ბოლოს დეპოზიტებთან დაკავშირებით იგივე ტრიქს ვიყენებთ, რაც იყო სესხებთან დაკავშირებით. ანუ ვადარებთ ეფექტურ სარგებლობას. თუ დეპოზიტს ებდებთ თანხას, არენდოთ უბრალოდ ბურთზე დაწერილი 4.5%-ს, შეიძლება ის აღმოჩნდეს უფრო ნაკლები, ან უფრო მეტი. ანუ შეადარეთ აუცილებლად რა ეფექტურ სარგებლობას გთავაზობენ და სხვადასხვა ბანკის შემოთავაზებები შეადარეთ ერთმანეთს. ეს რაც შეეხება დანაზოგებს. ეხლა მინდა ძალიან საინტერესო კონცეფცია ის, რომელიც ვახსენე თავიდან, CFA-ის წიგნიდან, რომელიც მოხსენებული. და პერსონალური ფინანსების მართვას მინდა შეხედოთ სულ სხვა რაკურსით, ისე როგორც ზოგადად ფინანსისტები უყურებთ ხოლმე კომპანიების ფინანსებს. კომპანიების ფინანსებს არა, ისე ვერ გირჩევ ირმა რა პროცენტი. ზოგადად რაც უფრო მაღალია ხოლმე სარგებელი, ყოველთვის უნდა დავსვათ კითხვა
ძალიან რისკიანი ხომ არ არის. ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს და ბაზრის გამარებიდან გამომდინარე. ისიც ცალსახად რა სარგებელი არის და რა სარგებელში უნდა დავზოგოთ, ამის შევა სპონდიბრივე ვერ გავაკეთებ. შემოსავლის პროცესი ხო არა არ შემიძლია ამ რჩევა არ შემიძლია. ანუ ამას ასე ცალსახად ვერ გირჩევთ ვერავინ. თუმცა აი კონკრეტულ кейსზე შეგვიძლია თქვა განვიხილოთ და თქვა უფრო დეტალურად ჩავიდეთ რას გულისხმობდა რა სარგებელზე უნდა გქონდეს სწორება თუ თქვა გვინდა კონკრეტული პენსიის მიღება ან კონკრეტული თანხის დაზოგვა რაღაც პერიოდის განმავლობაში. ინდივიდუალური ბალანსის უწყესი, ან ინგლისურად ამას ვეძახით balance sheets. balance sheet-ი და უნდა გითხრათ, რომ ისევე როგორც კომპანიების ბალანსს უყურებთ, ასე შეგვიძლია შევხედოთ ჩვენს საკუთარ ბალანსს. კი, საფინანსო კომპანია საქართველოს რო გაკოტრდა, კი, მაღალ სარგებელს თავაზობდა და გაკოტრდა კიდევაც მართალია. სარგებელი მაღალი იყო და არავინ არ უყურებდა ამ სარგებლის უკან რამდენი რა იყო რისკი, ანუ საიდან აგენერირებდა ამ ხელა შემოსავალს. შესაბამისად, და დაიკარგა კიდევაც. კომპანიების როგორ არის კომპანიების ბალანსი აგებული? ფინანსისტებს აქ ჭირდებათ ამის გამეორება და სწავლება ჩემგან, მაგრამ ვინც არა ფინანსისტები ხართ, ვიტყვით, რომ კომპანიების ბალანსის უწყეში, balance sheet-ში გვაქვს აქტივები, ანუ cash flows, ვალდებულებები მრავალი გააჩნია და მათ შორის ხობა არის კომპანიის საკუთარი კაპიტალი. ირმა გასაგებია. მაგაზეც არ არსებობს სასახა პასუხი, ანუ რა ხელფასის რა პროცენტი უნდა დავზოგოთ. იქიდან გამომდინარე რა შემოსავლის რა pension objectives-ები გაგვაჩნია. ანუ რა არის ჩვენი მიზანი, რამდენი გვინდა რომ დაიზოგოს. შეგვიძლია დავთვალოთ, აი მე არ ვიგეთ და დავთვალოთ რამდენი იქნება. 2% ხელფასიდან 2% რო იზოგება, 2% ცოტა არის იმის მოკითხეთ. სადღაც 10%-ზე მაინც არის ხოლმე საუბარი, თუ მეც არა რაც უნდა დაიზოგოს. რისგან შედგება ჩვენი აქტივები? ჩვენი აქტივები, პერსონალური, პირადი აქტივები შედგება ერთის მხრივ იმ რეალური აქტივებისგან, რომლებსაც ვფლობთ დღეს. ეს არის როგორც სხვადასხვა უძრავ-მოძრავი ქონება, რომლებიც გვაქვს, ასევე დანაზოგები. ეს არის ჩვენი აქტივები. მაგრამ ჩვენი აქტივების მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის human capital, ადამიანური კაპიტალი. ეს არის ჩვენი უნარი მომავალში დავაგროვოთ აქტივები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, ცოტა ქვემოთ ჩავშლი, რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი. აქტივების გარდა ჩვენ გაგვაჩნია ვალდებულებები. ერთი არის რეალური დღევანდელი ვალდებულებები, რაც გვაქვს აღებული, ბანკის სესხები გვაქვს, ამის სხვადასხვა სესხები გაგვაჩნია. გარდა ამისა, გვაქვს დაგეგმილი გასავლები და ხარჯები, რომელიც თუ ჩვენ გვინდა გავწიოთ ვალდებულებად გასავლად იქცევა, ესეც უნდა დავაფინანსოთ. და ამის გარდა გვაქვს ისე და ისე ცხოვრების ხარისხის შენარჩუნებისთვის, ან დღეს რა ცხოვრების ხარისხიც გვაქვს, ამის შენარჩუნებისთვის საჭირო მომავალი პერიოდული დანახარჯება. აი ყოველთვიურად რაღაც თანხა, რამდენი უნდა ვხარჯოთ იმისთვის, რომ დღევანდელი ცხოვრების ხარისხი და ცხოვრების სტილი შევინარჩუნოთ. აი ეს აქტივები, რომელიც არის დღეს ფლობილი და ასე მომავალში რაც შეგვიძლია გამოვიმუშავოთ, ის უნდა აღემატებოდეს, ან უკიდურეს შემთხვევაში ტოლი უნდა იყოს ამ მთელი ვალდებულებებისა, მათ შორის მომავალი დანახარჯებისა. იმისთვის, რომ შევძლოთ დავიფინანსოთ, შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხიც და დავაფინანსოთ მომავალი საჭიროებებიც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტოლობა, რომელიც უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდი დროით ჰორიზონტში გვაყურებინებს ჩვენი უნარებისთვის, ჩვენი ხარჯებისთვის, ჩვენი ფინანსების დაგეგმვისთვის.
ჭარბი კაპიტალი, excess capital როგორც იყო, როგორც ვიძახით, excess capital ეს არის აქტივებს, აი მთლიან აქტივებს გამოკლებული მთლიანი ვალდებულებები. მთლიან აქტივებს გამოკლებული მთლიანი ვალდებულებები და ეს აუცილებლად უნდა იყოს არა უარყოფითი რიცხვი, არა ნეგატიური რიცხვი. და ჩვენ რო შევხედოთ რა კომპონენტისგან შედგება ეს. მაშინ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად უპასუხოთ კითხვას, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავაფინანსოთ მომავალი ხარჯები, რომლებიც გვინდა რომ გავწიოთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ცხოვრების ხარისხი, ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავწიოთ ჩვენი ცხოვრების ხარისხი. ხო? ამის გაკეთება შეგვიძლია ადამიანური კაპიტალის ზრდის ხარჯზე. ერთადერთი კომპონენტი, რომლის გაზრდაც აქ შეგვიძლია, რასაც ვფლობთ უკვე მას ვერ გავსდით. იმისთვის რომ უფრო მეც ვფლობდეთ, ისევ და ისევ ადამიანური კაპიტალი უნდა გავსართოთ. ან იმისთვის რომ ეს უტოლობა შევინარჩუნოთ ასე დადებითი ფორმით, მაშინ ვალდებულებების მხარე უნდა შევამციროთ, რაც ან მომავალ პერიოდში დანახარჯებს უნდა მოუჭიროთ ხელი, ან კამრების შემომიჭირო და ცხოვრების ხარისხი დავაკეთოთ. იმისთვის რომ ეს იყოს დადებითი და მომავალში თქვათ ცხოვრების ხარჯები გავსართოთ და ცხოვრების ხარისხი დავიმიჯობესოთ, გვჭირდება რომ გავზარდოთ ადამიანური კაპიტალი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტოლობა არის, ძალიან მნიშვნელოვანი ხედვა არის. ვუყუროთ სურათს, ვუყუროთ ჩვენს ფინანსებს, ჰოლისტურად, მთლიან სურათს ვუყუროთ და არა ფრაგმენტებს, თქვათ დღევანდელი ბიუჯეტის ხარჯზე. უნდა გავზარდოთ, ეს არის პერსონალური ფინანსების მართვის ესეთი მნიშვნელოვანი დასკვნა. იმისთვის რომ ავიმაღლოთ ცხოვრების ხარისხი, გვჭირდება რომ გავზარდოთ ჩვენი ღირებულება და შრომით ბაზარზე გავზარდოთ ჩვენი ფასი და გამოვიმუშაოთ მეტი, ანუ შემძლობ გამოვიმუშაოთ მეტი. საუბარი არის ჩვენი კვალიფიკაციის ის ამაღლებაზე, რომ ის პასუხობდეს ბაზრის კიდევ უფრო მაღალ მოთხოვნებს. ეს მთავარი საკითხი, რომელსაც პერსონალური ფინანსების მართვის დროს უნდა უპასუხოთ, არის ის, როგორ გავზარდოთ ჩვენი ადამიანური კაპიტალი. ეს არის კითხვა, რომელიც როდესაც ბიუჯეტს გეგმავთ ხოლმე და როდესაც გეგმავთ პერსონალურ ფინანსებს, მინდა რომ მუდმივად დავუსვათ ხოლმე საკუთარ თავს. როგორ გავზარდოთ ჩვენი ადამიანური კაპიტალი. ამით ეს ნაწილი მოვჭი, ახლა პატარა ნაწილი დაგვრჩა შურავი განაკვეთები საქართველოში. აქეთ თუ გქონდა კითხვა, და გადავიდეთ უკვე მცურავ განაკვეთებზე. ჩვენ წინა შეხვედრაზე ვისაუბრეთ ლიბორებზე და სხვადასხვა მცურავ განაკვეთებზე, საერთაშორისო მცურავ განაკვეთებზე და ვნახოთ რა გვაქვს საქართველოში. ხშირად ვახსენებთ ხოლმე საქართველოში რეფინანსირების განაკვეთს, მაგრამ არ ვამბობთ ხოლმე მეორე მცურავ განაკვეთზე, რომელიც შინაარსობრივად უფრო მეტად მცურავი და უფრო რეალურად მიახლოებული არის მის საერთაშორისო ანალოგთან. რეფინანსირების განაკვეთი არის რეფინანსირების სესხის სარგებელი. ეს არის ერთკვირიანი სესხი, რომელსაც ცენტრალური ბანკი, რომელიც საქართველოს ბანკთა ბანკი, კომერციული ბანკების რეგულატორი, საქართველოს ეროვნული ბანკი გასცემს კომერციულ ბანკებზე. კომერციულ ბანკებს პერიოდულად ხოლმე მოკლევადიანი ლიკვიდობის საჭიროება უდგებათ, ანუ სჭირდებათ ხოლმე მოკლევადიანი რესურსები. და მოკლევადიან რესურსს სესხად იღებენ ეროვნული ბანკისგან. და ის თუ რა სარგებელში იღებენ ამ სესხს ეროვნული ბანკისგან, მომავალში განსაზღვრავს თვითონ რა სარგებელში გააცესებენ თავს. შესაბამისად, რეფინანსირების განაკვეთი არის ეროვნული ბანკის ძალიან მნიშვნელოვანი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, როგორც მართავს ქვეყანაში მონეტარულ პოლიტიკას. და გადაცემის ინსტრუმენტით მთელ ეკონომიკაზე ახდენს ზეგავლენას. რეფინანსირების განაკვეთი უნდა ვთქვათ, რომ არის უზრუნველყოფილი სესხის განაკვეთი და ეს არ არის რეალური საბაზრო განაკვეთი, ეს არის მართვადი პოლიტიკის ინსტრუმენტი. ეს არის ისტორიულად რამდენი იყო რეფინანსირების განაკვეთები საქართველოში. ბოლო ხანები იყო 9% და ბოლო 2 დღეა ჩამოვიდა 8.5%-მდე, ესეც არის აქასახული. ეს არის აღებული. იყო პერიოდი, როდესაც საკმაოდ დაბალი იყო რეფინანსირების განაკვეთი, აქ 3.75%-იც კი იყო და დღეს უკვე საკმაოდ მაღლა არის ასული.
კი, ცოტა 9% შემცირდა რეფინანსირების განაკვეთი. ეს იყო 2-3 დღის წინ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. რეფინანსირების განაკვეთისგან განსხვავებით, როგორც თქვი, ნაკლებადაა ცნობილი და იმიტომ რომ ხელახლა შუქი ხელახლა იხილა, სულ 2 წელია ასეთმა განაკვეთმა, როგორც არის TIBOR, თბილისი ინტერბანკ რეიტი. რა არის? საქართველოში მოქმედებს რა არსებობს ბანკთა შორის სადებიუტო საკრედიტო ბაზარი. ანუ ბანკები ერთმანეთისგან ცესხულობენ ერთდღიან ცესხებს, ოვერნაიტებს. TIBOR არის ამ ოვერნაიტების ფასი. ეს TIBOR-ის დაფიქსირება წლების განმავლობაში ხდებოდა ხოლმე. ანუ რა TIBOR გვიჩვენებს რა სარგებელში ცესხულობენ ბანკები ერთმანეთისგან თანხას მოკლევადიან ერთდღიან რესურსებს. ეს მომდევნო ხდებოდა ბაზარზე, ბუნებრივია, მაგრამ თუ ადრე წლების განმავლობაში ამის გამოქვეყნება ხდებოდა, შემდგომ ეს ინსტრუმენტი ჩაიკარგა, არ იყო მის შესახებ ფართო საზოგადოების ცნობილი და 2018 წლიდან მისი გამოქვეყნება ეროვნულმა ბანკმა ისევ დაიწყო. 2000 იმისთვის რომ TIBOR-ში მოხდეს ეს განაკვეთი, თქვათ ორმა ბანკმა ერთმანეთში თუ დადო გარიგება, ეს გარიგება ამ გარიგების სარგებელი რომ მოხდეს ამ TIBOR-ში, ის უნდა აკმაყოფილოს რამდენიმე კრიტერიუმს, ეს უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დადებული, არაუზრუნველყოფილი, Bloomberg-ის სისტემაში უნდა იყოს დადებული. და დაითვლება, თუ გახსოვთ ლიბორაზე თქვით, რომ ჩვენ ეს იყო შეკვეცილი საშუალოს პრინციპით დათვლილი. ესეც შეკვეცილია, ანუ ბევრი გარიგებიდან, წინა დღეს დადებული გარიგებებიდან ზედა 15 და ქვედა 15%-ის ელიმინაცია ხდება და დანარჩენები გასაშუალოვდება შეწონილი პრინციპით. ანუ რომელ გარიგებასაც მეტი წონა ჰქონდა, მისი სარგებელი უფრო მეტად შეიწონა. ანუ ეს არის ბანკები ერთმანეთს რა სარგებელში ასესხებდნენ ლარში დენომინირებულ არაუზრუნველყოფილ ერთდღიან ცესხებს მათი საშუალო განაკვეთი ეს TIBOR. და ის უკვე ყოველდღიურად ყოველი მომდევნო სამუშაო დღის დილის 9 საათზე გამოქვეყნება ეროვნული ბანკის საიტზე. ეს განახლებული TIBOR ინდექსი, ანუ სიტყვა ინდექსი არ შეგვაშინოს ეს განაკვეთი ამ შემთხვევაში. ის ერთდღიანი. ამის გარდა TIBOR-ის ვადიანი ინდექსებიც არის, ანუ გამოყვანილი არის 3 თვის, 6 თვის, ერთი თვის საშუალო TIBOR-ი რა იყო და ეს ასე ითვლება. გეომეტრიული საშუალო სარგებლის გამოყვანა ხდება ხოლმე გეომეტრიული საშუალოს პრინციპით. და ეს არის ჩვენი TIBOR-ის მონაცემები ბოლო 8 დღის. აქ უკვე TIBOR-ი ასახავს, ნახეთ, ყოველდღიურად მერყევია განსხვავებით რეფინანსირების განაკვეთის, რომელიც საფეხურებრივად იცვლებოდა და იცვლებოდა დიდი პერიოდების განმავლობაში, მაშინ, როდესაც ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებდა ეროვნული ბანკი. ეს იცვლება ყოველდღიურად და ასახავს უკვე ბაზრის სენტიმენტებს და ბაზრის მოლოდინებს ასახავს რეალურად. ეს არის ერთდღიანები მეორე სვეტში, მეოთხე და მეხუთე სვეტებში ერთთვიანი, სამთვიანი და 6თვიანი TIBOR-ები, რომელიც უფრო სინთეტიურად მიღებული სარგებელი, ანუ არარეალური სარგებელი. ბოლო სლაიდად ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ TIBOR-ის ისტორიული მონაცემები რა იყო. არ ქვეყნდებოდა ეს პერიოდი 2018 წლამდე, მაგრამ არსებობდა. და იყო პერიოდი, როდესაც ძალიან დაბალი იყო, ეს იგი რეფინანსირების განაკვეთი იმ პერიოდის განაკვეთებს მაღლაც ადიოდა. შესაბამისად, TIBOR-ი განსხვავებით რეფინანსირების განაკვეთისგან გვიჩნევს რეალურ ბაზრის რეალურ სენტიმენტებს, ბაზრის რეალურ მოძრაობას გვიჩვენებს და ამდენად უფრო მეტად ასახავს საბაზრო მოთხოვნებს ინსტრუმენტების ფასის მიმართ და თანდათან უფრო გაიზარდა TIBOR-ის მიმართ ინტერესი და ბევრი კომპანია განიხილავს, რომ მათი სარგებელი მიღმული იყოს არა რეფინანსირების განაკვეთზე, არამედ სწორედ TIBOR-ზე, როგორც რეალურ საბაზრო ინსტრუმენტზე. ეს იყო ისეთი დღევანდელი შეხვედრაც ამის დამთავრდა. როგორც ვთქვით, ანუიტეტებს გავეცანით თავიდან, შემდგომ ნახეთ ანუიტეტების აპლიკაცია საპენსიო შენოტანებზე.
და ის რაც ჩვენ აქამდე წინა სამშეხვედრაზეც და დღესაც გავიარეთ, მოვარგეთ, ნახეთ როგორ ერგება ჩვენს ყოველდღიურ ფინანსურ გადაწყვეტილებას, როგორ გეკმავთ ბიუჯეტს, როგორ ვიღებთ გადაწყვეტილებას, როდის ვისესხოთ, რამდენი ვისესხოთ და დავზოგოთ თუ ვისესხოთ. ასევე ნახეთ, რა ბენჩმარკები გვაქვს საქართველოში. ამით პირველი ნაწილი მოვჭი, რასაც მინდა საუბარი. შემდეგ მადლობა ცოტა. შემდეგ შეხვედრაზე მინდა უკვე განვიხილო, ვისაუბრო დერივატივებზე, ვფიქრობ საინტერესო თემა იქნება, ანუ ეს იქნება უკვე განყენებული, არ იქნება ამ თემების გაგრძელება. შევეცდები ძირითადად უფრო აღწერით ნაწილებს მოიცავდეს, უფრო აღწერითი იყოს ვიდრე დატვირთული განგარიშებებით. შევეცდები იყოს საინტერესო და მაგალითებიც ბევრი მოგიტანოთ. თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება თქვენ, რაზე გინდათ მოისმინოთ და რა თემები გაინტერესებთ, სიამოვნებით გავითვალისწინებთ. და უფრო მეტი ხედვა კიდევ რაზე შეიძლება ვისაუბროთ, ჯერჯერობით არ მაქვს. რასაც მოვიფიქრებ, გამოვიტანე ისე თქვენთან და ერთად გადავწყვეტოთ, რაზე შეგვიძლია კიდევ ვისაუბროთ.